მოკლედ ქობულეთში ვართ პლაჟზე და ჩემი ოჯახის ცოტა მოშორებით ძალიან ისეთ სიმპათიური ოჯახია რა. მამა, დედა, შვილი, პატარა გოგო და ბიჭი, შვილი, რომელიც ალბათ იმ ასაკშია, რომ პროფესია უნდა აირჩიოს, ალბათ სკოლა დაამთავრო, იმიტომ რომ მამასთან რაღაცა პროფესიის არჩევის თემაზე ლაპარაკობდა და ხო იცით, პლაჟზე რო ხარ, თითქოს იმჩნევ რომ არ ისმენ არაფერს რა, მაგრამ ყველაფერი გესმინება. მოკლედ, ქობულეთში და ბათუმში არის ერთი ცნობილი ისტორია, ცოტა ისეთი რაღაც სულისშემძვრელი ისტორია, არის ერთი 12 წლის ბიჭი რა, რომელიც დადის პლაჟზე და სიმინდებს ყიდის რა, ცხელი სიმინდი, მერე ამ სიმინდებს რო ჩამოატარებს, მერე რაღაცა ცივი ყავა, მერე ნაყინი და მოკლედ ეს ბიჭი, ამასაც სტატიასაც წავაწყდი, ეს ბიჭი მოკლედ ამ ფულით, რასაც ის აკეთებს სიმინდების გაყიდვით, ინახავს ოჯახს ფაქტიურად რა, იმიტომ რომ მამა არ აყავს, დედა შეუძლოდა, დას ამას წინათ რაღაცა ფეხსაცმელი უყიდა, რომ სკოლაში წასულიყო, თვითონ სკოლაში ვერ დადის და წიგნი იყიდა და თვითონ სწავლობს ახლა წერა კითხვას და მოკლედ ასეთი შემთხვევა. და ამ ბიჭს ყველა იცნობს და ამ ბიჭზე ლაპარაკობენ და უცებ მამამ, აი ამ თავის შვილ ბიჭს, რომელსაც პროფესიების არჩევაზე ელაპარაკებოდა, უთხრა ერთი ესეთი ფრაზა, რომელიც მე არ მომვარდნია ტვინიდან არასოდეს. უთხრა, რომ აი შვილო, შენ თუ სწორ პროფესიას აირჩევ და წარმატებული იქნებიო, აი ასეთ მონდომებულ ადამიანებს უკეთეს ცხოვრებას შეუქმნიო. ანუ მაშინ კარგად ვერც გავიგე, გავიაზრე რამხელა სიღრმეს ატარებდა ეს სიტყვები, იმიტომ რომ ესეთ ფრაზების მოსმენაში ჩვენ ხო მიჩვეული არა ვართ. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ აი შენ თუ კარგად არის სწავლი, იქნები ეგერ იმ ბიჭივით და სიმინდებს გაყიდი. ან შენ თუ კარგად არის სწავლი, იქნები ეგერ მათხოვარივით. და უცებ მე ხო იცი რომ დაფიქრდები ამაზე, უცებ მივხვდი რომ აი წარმატება, რას ნიშნავს წარმატება რა, არა ის რომ რაღაცა სხვის ხარჯზე იყო წარმატებული, ან სხვასთან შედარებით იყო წარმატებული, არამედ აი სულ ჯერ ერთი რაღაცა რა ქრისტიანული რაღაცა უთხრა, ხო? მე რამხელა უფრო დიდ მასშტაბში დაანახა წარმატების მნიშვნელობა. ამიტომ ეს არის ჩემი აზრით პირველი გაგება, რაც მინდა გაგიზიაროთ, რომ წარმატების პირველი გაგება, რომ წარმატებული ხარ მაშინ როდესაც შენი მიღწევები სასარგებლოა სხვებისთვისაც. ანუ არა სხვის ხარჯზე, არამედ შენი მიღწევები სასარგებლოა სხვებისთვისაც.